გამარჯობა. ახლა წესით რამე ამბავი უნდა მოგიყვეთ, ხო? თქვენი გადული ხომ არ გონიათ? ამბის მოყოლა ასე იოლად რომ გამომდიოდეს, დავწერდი მეორე წიგსაც და იგი იქნებოდა. არა, ვინ მაძალებდა ამ წერლობას? კითხველი გამოსულიყავი არ ჯობდა. თუმცა ეხლა ვერაფერზე ვერ ვნერვიულობ. ვერც იმაზე რომ შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და ვერც იმაზე რომ დედაჩემი დაინიშნა. დიახ, დაინიშნა. მადლობ მოლოცვა არ არის საჭირო. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე და ქეთი ერთად ვართ. მართალია ეს ამბავი ისევ არავინ არ იცის და ამის გამო ბევრ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით უკვე, მაგრამ გონი ეს ფარულად შეხვედრები უფრო რომანტიულსაც კი ხდის ჩვენს ურთიერთობას. გაყიდული შაურმების რაოდენობა. ალო, ლადო ექიმო გამარჯობა. თქვენი პაციენტი ვარ მამუკა. აი, დიაბეტი რო მამუკა თარხან მოურავი, სამხედრო. ხო, აი, ანალიზის აღების დროს რომ წავსკდა ცრემლი. ოღონდ სიხარულის ცრემლი იყო რა. ხო, რომ ვიტირე ის ვარ. დაამთავრეთ? კიდევ ვიცენი თუ დაამთავრეთ. კარგი, მოგლეთ ესა. ჩემ დიეტაზე მინდოდა მეკითხა. აი ხლა შაურმა არა კაცო, ვიცი შაურმის ჭამა რომ არ შეიძლება ჩემთვის, ვიცი. მაგრამ აი შაურმის სუში ტრიალი თუ შეიძლება, ხა მე საშაურმეში მუშაობ. არა, ტრიალი ახლა, ანუ ტრიალი კი არა, ანუ უბრალოდ იქ ყოფნა რა. აი, დიდი მადლობა. მადლობა, ლადო ექიმო. შენ გატრიალები შემენება რო იყოს მოდი. ზურა რა შეიძლება ამდეხას ე? აუ ბანაოთ რა. მამუკა. სანამ აქ ვარ, ხო მან ცხელი წყალი არ მოუშვა, თორე აქ წყალი მიცივდება. რა თქვი? ვერ გამიგონე? მან წყალი არ მოუშვა, თორე აქ მიცივდება. ვოიმე. აუ მამუკა დაკეთე მან ორგანი. მამუკა, გაკარდები. რა მოიფიქრა ახლა ეს რა? საბერტი მანქანის ნაცვლად დაიწყო ჩაწერა ამ დიქტოფონზე. აი ესე კაი რაღაცა მოუფიქრებია ახლა. საქართველოში წიგნის მაინც არავინ არ გითხულობს და იქნება აუდიო ვერსია მაინც მოისმენოს ვინმე. ეტა რას ესეთი ა? დიდი იმედი კი აქვს ამ თავისი მეორე წიგნის და ესე იგი როგორ დავიწყო ახლა? ესე იგი ვიცი აჰა სუსხი ის იყო უნდა მიწურულიყო და თუ შენი თუ ჯდება რა და დიდხანსრებსო და აბა ტექსტი მოიფიქრე და მე ჩაწერე ხოლმე მე ვიხარი რა მე? არაფერი ესე კარგია დიქტოფონში დაიწყე ჩაწერა მე ხო ვეღარ გაკრული ხმით ჩავწერა და ვეღარ ვარჩევ დამცინე ისე ძალიან მოსახერხებელია თან ეს საბეჭდი მანქანაც გამიფუშდა დამივარდა და
ასოები რო ამოვარდა ჩავალაკი, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა კარგად. ვიცით სად არის? ნახე როგორ დავწერე. შვენიერი გაზაფხულის საღამო იდგ სკფჯ არგდ ბრაც ფოთლებს. რა ფოთლებს? ეგ როგორ დაწერე სწორად? ხო, აქ შემეშალა და სწორად გამოვიდა რა. თამუნა როგორ ახარ რობერტი? არ არის თორნიკე სახში. ვიცი რომ არ არის. თორნიკესთან არც მოსულ ვარ მე. აბა, რატომ მოხვედი? რა ვიცი, ვიფიქრე შევუვლითქო, რა შვება მარტოა თქო, მოვიკითხავ თქო, თან ხილი მოგიტანე ხა სტუდენტი ბიჭი ხარ, სად გექნება შენ ამის ფული? აი, ნახე მანდარინი, ვაშლი, კარალიოკი. რა შეძობდი და აი, არ იყო საჭირო ახლა. ეს ლაპარაკო. თავიდან რომ დავინახე ამდენი რაღაცები მომიტანე, ვიფიქრე რაღაც უნდა მთხოვოს და არ გამოვართ მე ვთქვა. არა, შენი ნაირი კაი გოგო ხარ, ალბათ ისე მომიტანე, კეთილი გული. ხო, ისე. მოდი, ჩამოჯექი, რაღაცთან გახარ. ახო. ხო, გაიხადე ეგ. ახალი მოწმედილი მაქვს იატაკი და არ მინდა ნაფეხურები და ამჩნდეს. შეგაგებ მოჯებრებ რობერტ. მოდივარ. დავძანდი. სტუმრად ხარ, ეხლა რა მოგართვა ახალი კარალიოკი, ვაშლი, არა, ეს შენია რობერტ, ეს არის შენი. კაი, დაჯექი აბა. და მტრიანია ეს და გაწმინდე და ისე დაჯექი, ხა სტუმარი ხარ, მტრიანზე ხო არ დაგსვა. რა პრობლემაა, რობერტ? რა პრობლემაა? მაგრამ გიჭირავს ხელში და ისე. რა პრობლემაა, რობერტ? რა პრობლემაა? ხო. ეგეც გასაწმენდი ყოფილა. რობერტ, რა პრობლემაა? ხო, იცი როგორ მიყვარხარ მე. ვერ გამომხატავ თორე. ძალიან მიყვარხარ. მეც მასე ვარ, თამონია. იცი ხო და შენზე უკეთესი ვინ გყავს მე და გიორგის, რობერტ? არავინ. მე ძალიან მიყვარხარ ჩვენ და გიორგი. ხო და ჩათვალე რომ იგივე ოჯახის წევრი ხარ, შენ, რობერტ, ჩვენი. აი, ეხლა მე ქუთაისელი კი ვარ, მაგრამ მეც მომწყინდა ეტყვილი რა ქუცი და რა მინდა მითხარ. ხო, კაი. რა არის, რა მოუხერხებელი სკამია ეს რა არის? ო, მოუხერხებელი სკამი როა, მაგიტოა თქვენთან რომ შემოვდივარ და საათობით ვზივარ თუ არა. კი არ მეხალისებ. უნდა შემოხვიდე, რობერტ, აბა რა უნდა გქნა, შენზე უკეთესი ვინ დაჯდება იქ? არ გვინდა ლაკუცი? კაი. აი, რა ამბავია სახში. აი, ბიჭო, ეს დიმეტრი არის ძალიან განაკლებული გეუბნები მეშე რა. რა? დილით დამერგა და მეუბნება რომ გუშინ რომ დავრჩა ეს ქვაბებიო, მე ვერ მოვალ. წასაგებო და იქნებ საღამო შენ შემოგვიტანო, აზრ ხარ. კარგი რა მამუკა რა, კარგი რა, მაგ დიმიტრიმ დედა დანიშნა და მაინც და მაინც ქვაბების გამოტანაზე დაინაკე სინაგლე? გუშინელი დღეს საერთოდ არ გამახსენო რა. რა იყო ეხა იმ გოგოს ამოყვანა? შენს როგორ აყევი უცბად რა. რა, არ მოგეწონა? რაღაც და უცნაური გოგო იყო თან უგემოვნო. რატო იყო უგემოვნო? მე ხომ მოვეწონა. ხო და მაგიტო იყო უგემოვნო. ეგეც მისი რა. ან ქალების, ან ლიმონკების. აი. 15-იანები. რა მოვიფიქრე ბიჭო იცი? რა? 18 ლარიანი შაურმა უნდა გავაკეთო. ხო გაიგედება. კარგი რა, ვინ იყიდის ახლა მაგ ხელას ვინ იყიდის? ახლა შენ 15 ლარიანზე ეგრე ამბობდი მაგრამ აჰა. თავარია ხორცი ჩადობლომად და ერი მოყვება. ისე რაღაცნაირი ხალხი ვართ ეს ქართველები. რა ბოლო ხანებში ხო სულ გაიძახე რომ არ გვინდა ეს თურქები არ გვინდაო და აი ხო 5 წუთში ერთხელ კი უბაყუნებენ ამ შაურმას. შეგვიან? უბაყუნებენ. ჭამენ ანუ უბაყუნებენ. კარგი რა მამუკა, ეგრე რო იყოს მაშინ საჭმელს საბაყუნო ერქმეოდა. ეხლა მე სამუშაო თავი დამანებეთ რომ დაგიბაყუნო იცოდე. ანუ შემჭამ? ეს სხვა ბაყუნია, გინდა განსხვავება გაჩვენო? ის ბაყუნია და ეს აი, მართლა უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები რა. სიტყვას ვამბობ, დანიშნულება არ ვიცი და საიდან მოდის ეგეც არ ვიცი. აჰა, ბაყუნი. საიდან არის ხა ბაყუნი? ბაყუნ. თურქული ყოფილა ბაყუნ. არის შაურმა, ბაყუნ if. ამა. ისე ეგ მეორე ბაყუნი იქნება რომ ჩვენ ძმობას დაანგრევს მამუკა. მე ბაყუნი არ მინდოდა შენ ამ ტეხე ძალადაო, გაიგია? ბაყუნია, მაგრამ თუ გაცხარ და ბაყუნიაო, ეგეც გაგიგია? ხო, აქეთ პიცარი, იქით პიცარი, ესე ბაყუნი ვეღარ გიცხარ.
წყალში ბადე გადავაგდე, მას ამოყვა ბაყუნი, გამარჯობა მამუკა. სამუშაო მაქვს ახლა მე. ბაყუნ, დოს მარილი აკლეო ნათქვამი. ბაყუნში პატარძალი დაორსულდაო? რობერტ. ხო, რაღაც მინდა გითხრა და გთხოვა, მოკლედ შენი დახმარება მჭირდება რა. დედას გებიცები კაბიკი არ მაქვს. მე თვითონ ახლა საიდან ვიშოვო მაგას ვფიქრობ. არ მინდა ფულის გოისთვის არ შემოვსულ ვარ აქ. არა, რო არ გინდა ვიცი, მაგრამ გითხარ ისე მაინც რო იცოდე. მოკლედ ერთი ადამიანი მიშლის ხელს და ნერვებს. ხო და მინდა რომ მე აღარასოდეს აღარ ვნახო ის ადამიანი და მით უმეტეს არც გიორგი არ მინდა რომ ნახოს. თუმასი ახლა მეც არ მეხატები მაინც და მაინც ყვარს. ჩემზე არ ამბობდი? გააგზელი აბა გისმე. ნანა როა ხო იცი გიორგის მეგობარი. რომელი ეგ შვართალა? არა ჯემშიტაშვილი. ხო. ის იმისთანა სუქანი რო იყო და ახლა იმისთანა გავხდარი რო. ხო და მოკლედ ეგ და ნიკა იყვნენ წასულები ხაშურში. ხო და დღეს ქალბატონი ბრუნდება უკან და ისევ აპირებს ჩვენთან დარჩენას. რას მოდის ერთი, რას მოეთრება, ვერ დარჩა ხაშურში? კეთკებადი ხასიათი გამიხდა ამ ბოლო დროს. მარია, დარჩენით კანადაში არ დარჩა და ხაშურში რეიზა დარჩებოდა. რეიზა და იმიზა, რობერტ, რომ ჩემთვის არ მოეშალა კიდე ნერვები. მოკლედ, კარგად რო აგიხსნა და კარგად რომ მიხვდე, რობერტ, როგორც ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი, ისე არ ჭირდება ჩემ სახს ნანა. მოუწესრიგებელი გოგოა ერთი. იმდენი ხანი შედის საბანაოდ, რომ რა ვიცი, რიგით გას ხოლმე. რა შუქს არ თებს არ აკრობს წესიერად. ამას რო აიღებ, დადება ხო უნდა თავის ადგილზე გრძელი ენა აქვს. ხა, გრძელი ენა რო აქვს, მაგით არ გინდა შენთან რო დარჩეს თუ გრძელი ფეხები რო აქვს მაგითო? აი, ვაღიარებ, რობერტ, ძალიან ვეჭვიანობ, რა ვქნა რა. მთელი ღამე არ მძინავს, რობერტ, არ მძინავს. აი, თვალები რა ამუღამებული მაქვს, შემომხედე რა. იმის შიშით რომ გიო არ გამეპაროს ღამე ესე ვარ, აი. აი, ხამე შემთხვევით არ გაეღვიძოს გიორგის და მასე არ დაგიახოს თუ გაგებაროს კი არა გაიქცევა სახლი. ხა, და მოკლედ ხა მე თვითონ ხო ვერ ვეტყვი წადითქო. გიოს ეწყინება და შენ რაღაცა უნდა მომაფიქრებინო და მომაშორო ეს ნანა. რა უნდა ახლა მაგას რომ მოვა სახლში, კარი არ გაუღო და ეგა? ოი, ხა ესეთი ადვილი რომ დომოდა რაღაცა თორნიკეს ვეტყოდი და რაღაცა მოიფიქრე ისეთი რომ თვითონ წავიდეს. კაი, ანუ ეხლა სახლიდან გინდა მარტო რომ წავიდეს თუ ქალაქიდანაც? იცი შენ მაგაზე პასუხი. ანუ ქვეყნით. კონტინენტი და კონტინენტი. აი, არა, პრობლემა. მართლა? ეხლა რა ქენიცი? გადი შენ და ეგ ნანკა რომ მოვა. დამიდეკე მე. და შემოვალ და მოვიფიქრებ რამეს და წავა. მართლა რობერტ? კი. ვაიმე, შენ ჩაგეხუტე მე? ჩაგეხუტე კი არა, გეხუტუნია. თვითონ რომ ჩაგეხუტეა. 11 არის? 22 ეგეც არის? 13 ერთიც? 15 არის! მოვიგე! Yes! რა მაგარია, მოვიგე! Yes! რა არის? რა გაყვირებს ვიჟე? აი რო უთხრა ეხლა მოვიგეთქო, შეჭამს მთელი დღე, ის ვიყიდოთ, ეს ქნათ, ის ქნათ, ამიტომ მოდი არაფერს არ ვეტყვი რა. ყვიროდი? ხო, ყვიროდი. მე ყვიროდი? ეხლა თავს ნუიშტერე, მითხარი არ გაგახარა ასე. არაფერი. ხო, ეს პაცია. მითხარი. რა? მითხარი. არ გეტყვი. მითხარი. არა თქო? მითხარი. არა მეთქი. მითხარი მეთქი. არა. კარგი ნუ მეტყვი. ვიცი რამაც გაგახარა. რა იცი? დაიცი, აბა მითხარი. არ გეტყვი. მითხარი. არ გეტყვი. მითხარი მეთქი. არ მეთქვი და ნუ მეთქვი. იყავი? ულა მითხარი ხარ გაგახარა. ბლომ. მითხარი. ბლომ. ნუ აკეთე ფეგრე ნერვები მიშლა ხო ის კარგად. მე საგიშიცო და ნერვებს ეხლა. გაჩერდი შეჩემა. ამდენჯერ გითხარ შეჩემა ნუ მომართა მეთქი. შეჩემა. სურა მეთქი. ეს გეუბნება, მე ხო არ გეუბნები? ეგ შეჩემა იქნება რომ დაანგრევს ჩვენ ძმობას. და მოусმინე ხოლმე. გამიფუჭებ. ისე მართა რამ გაგახარა მითხარი რა. ლატარიაში მოვიგე.
მოვიგე. ასე რო გიხარი, ესე იგი ბილეთი იყო და იმაზე ოდნავ მეტი მოიგე, ხო? აცილებით მეტი მამუკაი ხარ დამიწყო რამდენიო და რაღაცეები. მოვალ და გეტყვი. ხო, ბანკში გავიქცევი. და მოვალ. მიდი, წადი, მოდი და მიხარ. რო იცოდე რამდენი მოვიგე, გაგიჟდები. ავედი და მალე მოვალ. გენა უბაყუნე. ასე არა, ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს გათამაშდა ჩვენი ლოტარიის ჯეკპოტი 2 მილიონი ნახევარი ლარი. გამარჯვებული უკვე ცნობილია. სურა, ჯეკპოტი, კავშირდებით და დღეს გაგაცნობთ. ვაი. ჯეკპოტი გათამაშდა. საიდან დავიწყო? აი, აქედან დავიწყო. სურა, ჯეკპოტი გავაბახულა. ესე იგი რომ მოამზადებთ 15 წუთში დაიდეთო. კარგი. და სად არის ახლა ის გოგო, ჰა? აი სად არის ერთი მაინტერესებს რა. კანადიდან უფრო მალე ჩამოვიდოდა ადამიანი ვიდრე ხაშურიდან რა. აი მე რატომ მოვიდა ესე მალე? რობერტი, მე ვარ. ხო მოვიდა და რა ვქნა ახლა? ჰა? კაი, წყნარად ვარ დაველაპარაკები და მალე შემოდი იცოდე, კაი? ხო. Хамуна, როგორ ხარ? კარგად. ძალიან მომენატრე. ვაიმე მეც ეს ორი დღე ნანა შენ ლოდინში აი ჭუჭრუტანაზე მქონდა თვალი მიდებული და ცალ-თვალ ცოტა გამიფართავდა ნახე. ხო ეხლა ვფიქრობ მეორე ხوار მივადო თქო რომ გავათანაბრო აბა მოდი ახლა ჩემი მითხარი აბა როგორ მოგეწონა ხაშური. ხო აი ჩემი გონებიდან ხაშურს და ჩემი ფეხსაცმლიდან ხაშურის ტალახს ალბათ ვერასოდეს ვერ წავშები. ნანა იქ არაფერი არ იქნებოდა დასამახსოვრებელი და მალე წაშლი შენი გონებიდან დამიჯერე. რა ხდებოდა აბა მითხარი? რა ვიცი, არაფერი ჩვეულებრივად. ძველებურად ყველაფერი. ძველებურად ყველაფერი. ესე იგი როგორც ყოველთვის ზიხარ ტრასის პირას ჩამოივლის ტრაილერი გააყოლებ თვალს, ჩამოივლის მეორე ტრაილერი გამოაყოლებ თვალს და სიჩუმე. სადღაც მე ისევ ჩამოივლის ძველი ავტობუსი რაღაცა გამოაყოლებ თვალს, მე ჩაივლის სხვა ძველი ავტობუსი გააყოლებ ისევ თვალს, ისევ სიჩუმე. ისე აქნევს ამ ნაზულს. არა რატო? გართობაც იყო. აი მაგალითად ერთ დღეს მთრალი კაცი წაიქცა და მთელი ხაშური იდგა და მას უყურებდა. და ყველაზე მეტად რა მოგეწონა? ყველაზე მეტად მომეწონა გზა. რა გზა? გზა ხაშურიდან თბილისამდე. ანუ აღარ დაბრუნდები უკან? აი მე არ ამგონია. ნუ ყოველ შემთხვევაში შემდეგი 20 წელი არა. სანამ რამეს არ გააკეთებენ, იმედია რამეს გააკეთებენ. აი მე კარზე ვიღაცაა გავალგეთ ეხლავე. სადა, ამდენი ხანდა. ათვერც ხო. ნაკა. ნახე ვინ მოვიდა. გამარჯობა. გაიცანის გიოს მეგობარი ნანკა. ეს რობერტია, გიორგის გარებიძაშვილი, უპატიოსნესი ადამიანი, კარგი ოჯახის შვილი, იცი რა გული აქვს, სულ მართალს ამბობს. ალიას ასე. ახლობლები ფაიზაღას მეძახიან. ფერს ბოდიაო. მართლა მეძახიან და კაი, მოდი რობერტ დაჯექი რა კარგ დროს მოხვედი. ნანკა მე გაგიმზადებ ახლა საჭმელს, ახლა გეშიება შენ დაღლილი იქნები და ორ წამში მოვალ. არა, მოგიხმარო, რასო რა უნდა მომეხმარო, კაცო, მე თვითონ ვიღა ყველაფერს. არ მოიწინოთ. გავიგე ხაშურში ყოფილ ხართ. კი. როგორია შემოდგომის ხაშური? აი ზუსტად ისეთი, როგორიც გაზაფხულის, ზამთრის და ზაფხულის. მაგარი ქალაქია ხაშური. თქვენ აფერისტი ხართ. ერთი წუთი დაია. ეგი ვინა, გოგო? უთხარი შენ რამე ჩემზე? ეგრევე მიხვდა აფერისტი რო ვარ, მათხოვე, შენ რომ მითხრა. ბიჭო, ხაშურზე რო კაცი ეტყვი, კაი ქალაქია, ხო მიხვდებოდა, აბა რა იქნებოდა? მე მინდა რომ ეს გოგო წავიდე ჩემი სახლიდან და შეგიძლია ეჭორავები და მიდი ახლა მიხედე საქმე. ეგრევე საქმეზე გადავიდე. არა
არ ჯერა ბიჭო. გეუბნები. არ ჯერა. და მიჯერე ბიჭო, აი დღესდილით ისეთი გახარებული იყო, ის ეგეთი ბედნიერი, მე არ მინახავს არასოდეს, გეუბნები რა. თავიდან არ მეუბნებოდა ახლა. არაფრით არ მითხრა, რატო უხაროდა, მაგრამ მე გამომიტყდა ლატარიაში მოვიგე ფულიო, გესმის შენ თვითონ. ეხლა მე თავიდან დავაბეჭდი, კი ეხლა ზურა, ისი მომგები იყო, 50 ლარი მოიგო მეთქი, მაგრამ მე ტელევიზორში არ აცხადებენ, რომ ჯეკპოტი მოიხსნაო, გესმის? ბიჭო, ტელევიზორში არ გამოუცხადებიათ მე სახელი და გვარი? არა, არ გამოუცხადებიათ, მაგრამ იცი რა, თავიდან მეც ეხლა ეჭვი შემებარა, როგორ არა, ეხლა ვიღაცა სხვა მოიგო მეთქი, მაგრამ მე რო დავფიქრდი. ნაღდათ მაგ შეჩვენებულმა მოხსნა ჯეკპოტი და ეხლა გაგვიკეთო სიურპრიზი. რა სამბობ შენ რომ ზურა მოიგო 2 მილიონ ნახევარი ლარი? ეგრეა გეუბნები. არ მჯერა. არა, კი მინდა რომ დავიჯერო, მაგრამ არ მჯერაც, მოვიდა ეხლა რა ვქნა. არა, ძლიერი დასაჯერებელია. ძალიან ძლიერი დასაჯერებელია, მართალი ხარ კი. მაგ საწოდავს ციგნებიც არ გამოდის თორე. უხედავ როგორ ბილეთებს ეს, აჰა. ნარი. არ ვიცი ზარა. აი, მილიონერი ვირეკავს. ხო, მიდი. ხოზური. მამუკ, რა შევი როგორ ხარ? რა ზალავიშავს, შენ გენაცოლო შენი ძამიკო. თვალი ხარ? არა, შენი სიყვარული და პატივისცემით კი, თორე ეს ალკოჰოლი არ მესმე ხო იცი რა? მოვისმინე, სად ხარ? საშაურმეშია, სადუხე. გიოცმანდარი? გიოცაგარი კი? ხო, ძალიან კარგი, რაზე გირეკავ ეხლა? მომისმინე, დღეს ხო გითხარი რომ ლატარიაში ფული მოვიგეთ ხო? ხო და მინდა ვიკის რო და საღამოს ამოდით რა, ნიკას ველაპარაკე არ მცალია ვერ ამოვალდა, თქვენ ხო ამოხვალთ? ამოვალთ, ბიჭო, აბარასიზავთ. ამოვალთ. ისა, ზური. რომელ რესტორანში მევატიჟები? რა რესტორანში, სახლში გეპატიჟებით. და რომელ სახლში? რა, რომელ სახლში? რამდენი სახლი მაქვს მე? ეთქობა ჯერ ახალი სახლი არ მოკიდიო. ხო, კარგი მოვალთ, აბარასიზავთ ისა. ზური. რა? ისა, შეჩემავ მითხარი რა. რა? ლოგეშენია, შეჩემა კი არა, ვერაფერი ვეღარ დააგრებ შენს მომას. გაგიჟდი შეჩემა? გენაცვალე შემოგიურე ჩემო პატარა ძაღლი. კარგი, წავედი მოკლედ რა, წავედი. ხდები ახლა ეს დასტიშნავს. ხდები? რა ხდები რომ ახლა უზრუნველად ვიცხოვრებთ. ესე იგი უპრობლემოდ არანაირი პრობლემა აღარ გვექნება. მამუკა მე მგონი ემოციის გამოხატვა საერთოდ დამავიწყდა. არა ბიჭო ბიჭო, მაგას როგორ ვიფიქრებდი რომ ზურას რაღაცაში მაინც გამომართებდა ცხოვრებაში. ეთქვა რა არის, აი ვისაც ცხოვრებაში არ უმართლებს, იმას უმართლებს ბატალიაში. აუ ნეტა მე არ გამართლებოდა ცხოვრებაში რა. თქვენ ალბათ ხაშურში თქვენი ბიზნესი გაქვთ, ხო? არა, რა ბიზნესი? ნაზუქების ბიზნესი. შენ ახლა იმნაირი კაი გოგო ხარ ისე რომ დააქნიო. ხელი 1-10 მანქანა გაგიჩერებს და ნაზუქი ახელს თუ დააქნევ რას ამბობ? მილიონერი გახდები. მე შენს ადგილას ახლავე წავიდოდი ხაშურში. აი მე შენს ადგილას არასოდეს არ წავიდოდი ხაშურში. ერთი წუთი კერც გაუსინჯავ თამუნას და მოვ. მიდი. რა ხდება? ვაგვარე ყველაფერი. ვაიმე, მაგარია, მიდის. არა ხა, წასვლით არ მიდის, მაგრამ სხვა რამე მოვიფიქრე. რა? შენ და გიორგი რო გადახვიდეთ სხვა სახლში, ეგეც ხო გადმოგვყვებათ. მე ამას დადოვებთ იქ ჩაგედო და დაბრუნდებით მარტო უკან. მე უნდა გადავიდე სხვა სახლში? არავითარ შემთხვევაში არ გადავალ, მე აქედან ფეხს არ გავადგავ რა. მოიფიქრე ხა, რაღაცით შეაშინე ან რაღაცა ქენი. ხაშურიდან ჩამოვიდა დღეს და მეტი რითი შევაშინო? მე რაღაცა უთხარიან სულებზე ან მოჩვენებებზე, არ ვიცი, აფერისტი შეხარ და მოიფიქრე რა რამე. სულები კაი იდეა. რატომ მე არ მომოფიქრე? კაი ხმი. თამუნა. დილით რო თვალები დაჭყიდე. იქსახე მიიღე რა ის. რატომ? რაღაცა იდეა მაქვს და აღარ გინდა მეტი. აიმე გუში რაღაცებს მეღადავებოდი ბიჭო და გავაბრაზე ზურა და აუ უნდა დაურეკო ეხა და ნაში რაღაცა დავატკბო. ოღონდ მე ვითომ არ ვიცი რომ ჯეკპოტი მოგებული აქვს. მაცადე? ალო? ზურაგიო? ბიჭო მე ვარ გიორგი ვარ ამიშვილი შენი სიყრმის მეგობარი ბიჭო. ვიცი გიცანი ხო გიო? აი ისი რომელი ვარ? აი ბავშვობაში სკოლაში რო გირტყავდნენ ხოლმე და მე რო შენ გეხმარებოდი აი ეგა ვარ ზურა. იცი ბიჭო გიცანი მეთქი. აუ ზურა იცი რომელი ვარ ბიჭო აი შენი ტრუსიკის მეგობარი ვარ ძმაო აი
ვაფშე ჭირში და ხიში სულ ყველგან გვერდით გედგა ეგ გიორგი ვარ მე ბიჭო აკის გიცანი მე ხო გიხარი არა აიმე ზურა იცი ვინა ვარ აი იცი ვინა ვარ შენ რომ თუ კი ოდეს მე როდის მე ფული დაგჭირებია და ჩემთან რომ მორბი ხარ ხოლმე და აი მე რომ მაგ თუ არა მაგ რო გასესწრებ ხოლმე აი გიორგი ვარ ბიჭო გავახსენე თავი ვა მოჭა უიმეთეთ რა გჭირს რობერტ რასახე გააქვს არა არაფერი კაი დამალვას აზრი არა აქვს შენ სიმართლე უნდა იცოდე რა უკაცრავად აი იმისთვის შემოვედი ეხა შენთან რომ დაგლაპარაკებოდი ამ სახზე უბრალოდ თამუნა არ მინდა გაიგონოს არ უყარს მაგ თემაზე რომ ვსაუბრობ და გისმენთ მოკლედ ნანკა დაია აქ სახში რაღაცას ჩოუბუდებია და საშიშია ძალიან რა ხო ახლა შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს მაგრამ არ გატყუებ არა ერთი წამით რაღაცა ვერ გავიგე რა რაღაცა ჩოუბუდებია ანუ დაწყევლილია ეგ სახლი რა კაი რა დაწყევლილი არა რა ებს მატყუებ ას გატყუებ ეხა ეგრე არ ჯეროდა თამუნას და გიორგისაც და არ გადავიდნენ ამ სახლიდან მაგიტო გადმოვედი მე რომ დავიცვე ესე ახლა შენც დაგიცავდი მაგრამ ამდენი საშემიძლია მე სტუდენტი ბიჭი პატარა დოქტორებს მატყუებს იგონებს ხვები აი თუ მომისმენ მიხვდები რომ არ გატყუებ უბრალოდ თამუნამ არ გაიგოს რატო არ უნდა გაიგოს თამუნამ ამ თამუნაზე კი არ ვამბობ ამის დიდი ბები აიყო თამუნა იმაზე ვამბობ აქ დადის ახლა რაღაც დადებინისია რა გაცინებს არ ჯერა შენ სულების არა რა თქმა უნდა ჩუ მე ნუ ამბობ ხმამაღლა წყინთ იმან ამათ რა თქვა შენზე რომ ნანკასი არ ჯერაო გესი ამოვნება რაღაც სისულელებს ლაპარაკობ და ამ ყველაფერთან ერთად გინდა რომ დამაჯერო რა არის ახლა სისულელე ოთახში რომ თავისით გადაადგილდება რაღაც ნივთები სისულელია ეგ დავიჯერო ხა შენ რაღაც ნივთები გადაადგილებული არ დახვედრია აქ არა ხო მე კიდე ზუსტად მახსოვს რომ ეს პუნქტი დილით დივანზე იდო და მე რა რომ დივანზე იდო გოგო გადამრევ შენ ეხა არიცი რომ რაღაცა სასწაული ხდება აქ სადგინახავს აბა სხვაგან რომ ტაფა ზეთის გარეშე წვავდეს მინახავს კანადაში იყიდებოდა იქ ეგეთი რაღაცეები ზეთის გარეშე ხომ არა თამუნას გარეშეც რო იწვება რაღაცეები ნანა აი ახლა უკვე ამდენი ფული გვაქვს ხო აი საშემული რაღაც გინდა მითხარი ჭირდება რამე შეიძლება რა ვიცი ბიჭო ვაჩუკოთ ვინმეს და ჩვენთვის სამშენოთ კაი ორ სართულიანი შუშის საშაული ჯენი ამდენი ფული გვექნება რა შაურმა პირდაპირ 100 ლარიანებში გავახვიდე ძალიან ძვირიან ლავაში რამეში არა მონგებიანი შაურმა გავაკეთე და შეგ 10 ლარიანები ჩავდოთ ესე და ისე დავარიგოთ ხო მაგრამ ხალხ შეიძლება ეგ 10 ლარიანები ქაღალდისაა და შეიძლება შემოეჭამოს ახლა ხო ნუ მაშინ რკინის 2 ლარიანები ჩავდოთ და ესე გავყიდოთ კაცო გავყიდოთ და დავარიგოთ და მაგასაც შეჭამეთ ახლა გამუკა ვინ შაურმას ჭამს ის რკინის 2 ლარიანსაც შეჭამს მო პატარა შაურმამი და ციცაკის გარეშე თუ შეიძლება. პატარა რა თქვა გიორგი. ყველაზე დიდი შაურმა გავაკეთოთ მეგობარს და ბლომა ციცაკით. აბა რა. მოიცა პატარა მინდა და ციცაკის გარეშე. ზოგადად გვაცოდი და გენაცოდი რა. მამუკა. 1-2 კილო ხორცი ხორ ჩამოუჭრათ გავატანოთ. საწოდე ზოგადად. იცით მოგიცადეთ ეხლა. მოდი. აი გენაცო. აჰა. მე ეს გებრიელად. აი ადა ის ხურდა არ მინდა რა. ხურდა გია თუ გინდა ეს საშაურმე წაიგე თქვენ. მაგნუ კარგად ჯიგარო კარგად. სურპრიზ გვიმზადებს, აი ზურა. ეს. აუ ახლა თავი დებილური სახლი არ მაჩოგოს და გავგიჟდები იცოდე რა. არ ამგონია. იო. ისე რა. ამდენი ფული რომ გვაქვს. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ალბათ სადმე წავიდეთ, ხო? ხო. სადმე ხოლმე, ვისაც ბევრი ფული აქვს, არ ვიცი. სამოქალაქო სექტორში.
მოის მართლა მაგარია რა ამდენ ფული მოგექნება ესე იგი რასაც მინდა ყველაფერს ვიყიდით რა ხო წარმოიდგინე ჩემს ცოლს როგორ ბოლოს და ბოლოს უყიდი რა იმ ჭურჭლის არის მანქანას მაგაში მე ბავშვებს კიდე უყიდე და სათამაშოს და დედა ჩემს უყიდი ახალ კვარს ცოლზე გამახსენდა და თამუნა უნდა გავახარო თამუნა ინა გაგახარო ცოტა ხანში კერძო სახლს ვიყიდით არა კაცო რა ორსულად ვარ რა მოიგონა არა კაი კარგი ხო მე დაგირეკო მე გეტყვი კარგი მე გეტყვი რა ვიცი უკაცრავად საყვედური მინდა გითხრათ იმ დღეს თქვენთან ვიყიდე შაურმა და ხორცი ძალიან ძველი იყო ამ ჩემ ფეხებს შენაკეთებ ახლა ამ ყველაფერს. ვიცი რომ მე ვაკეთებ, მაგრამ მიჩხმიტა იმან და მეთკინა და გურამ წარეხელია. მოგეხმარები რა რაღაცებს გაკეთებაში. გას ლაპარაკობ, რაში უნდა მომეხმარო ახლა დამილი იქნები. შენ დაჯექი დაისვენი და მე მომამზადე ყველაფერს ორ წამში. არ მოიწია. არ დაჯდე თქვა, რა ქენი ახლა? რა ქენი, რატო? არ ცხენია? მე? პირდაპირ გიორგის ბაბუას ჩაუჯექი გარდა. არაფერი, ანუ ობობა დავინახე, მომეჩვენა და რა ვიცი, იმღელა იკიბლა, ვიფიქრე მოჩვენება დაინახა, თუნანკა. ესეც მე ვარ? ნუ გაშინია, მოდი ჩემთან. არ მეშინია. რისი გაშინია? აქ არ ვარ, მოდი ჩემთან, მოდი. არ მეშინია. ისე მაინც შემეხოდე, დაია. ვიცი რა, მე არ მჯერა მოჩვენებების და მით უმეტეს იმის, რომ ამ სახლში სულები ცხოვრობენ რა, არ მჯერა. ვა! შენ ახლა თვალი ჩამიკარი და კოცნა გამომიგზავნე, ხო? კოცნა გამომიგზავნე? კი, კოცნა გამომიგზავნე. მოგეჩვენა ალბათ. მე რას გეუბნები, აბა მოჩვენებები არიან აქ სახლა. გითხრა ახლა. აქ თამუნა და გიორგი ცხოვრობს მართ 2 სული. წყლის გადასახადი მოდის 12 სულზე. ერთხელაც გავალ და მერე სულ მოვალ, ხო? კარგი აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი, დავიღალე სულები, მოჩვენებები, სულები. აღარაფერს აღარ გეტყვი მაგაზე, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემ და გაითვალისწინე. რამე თილისმა ადარე. რატო დამიცავს? არა ხა დაცვით ვერ დაგიცავს, მაგრამ რომ რაღაცა მოგივიდეს, ადვილად ამოგიცნობთ. კარგი რა. წავედი მე მართლა ხელებს დავივა. თამუნა ვერ დავაჭერი, ამას საწავიდა ეს გოგო ახლა კიდე. რა თქო ბიჭო, რა თქო, რომ 5-ზე მოვალ, ხო? პუნქტუალობას თუ ლატარიაში მოიგებს ახლა ექტორი, ხო იცი, მაგ არ შეიძლება. აუ. ამკა. რა უნდა მოიტანოს? რა ვიცი ახლა, ნუ მოვდივარ და რაღაცები მომაქვს ახლა, ნუ რა. ესე იგი, რაღაცები თუ მოაქვს, სახლი არა. ნო, ან სახლია და ნელ-ნელა ამოაშენებ. ხო შეიძლება სახლის გასაღები მოქონდეს. ან მანქანის. არა, ან ოქროსი. ოქროს გასაღები ხა მართლა ოქროს გასაღები თუ კამფეტი ოქროს გასაღები? რა ვიცი, მე კამფეტი მირჩევია, იმიტომ რომ ეს ოქროს გასაღები მაინც უნდა გადავადნო. გავყიდო და კამფეტები ვიყიდო და ვჭამოდა. არ ჯობია კამფეტი. წყალია, მე მგონი, წყალი დარჩენილი, ნახე? უი, მართლა. რაღაცა შრიალებსო, მაგრამ შემაწუხა. წყალი მოდის და იძინო სამის დედაცადე. ეხლა მორე. რა თქმა უნდა, გლობუსზე მაიმუნები. მილიონერი კაცი ვარ. როცა მომინდება კოსმოსში წავალ, იქ მოვისაქმებ. და მე პირდაპირ დედამიწას შეხედავ. ისე ვიჯა. გაგიჟდება კაცი რა. გუბას სანიგიძეს ოცნება, ჩემს მას როგორ გაუხდა გავაგები.
მიდი გითხრათ რა ასაც ვიმალავ ეხა ისე გითხარი რას გიმალა მიდი ხო კარგი დებილები ხართ რა აბა რასაც მიმალავ და თქვიო და ახლა თქვი ეხლა ხო ეს შეულებრივი დღე რო იყოს ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა მაგრამ რა დღეს ის დღეა რა დღეს არის დღეს კიდე არის ეს დღეს კიდე არის დღეს ბიჭო ამიტომ სიმუკეთ დღეს მოიმონებს გაუბრალე რა ეხა შენ უნდა ატანჯე რა ეხა გითხარი რა პირდაპირ ან კიდე თუგან მოგგვეთხო და პირდაპირ მოგგვეთხო ასეა რა პრობლემა ვაი რა უნდა მოგცეთ რასაც გვიმალავ ესე და აჰა ეს რა არის ბიჭო ეს არის თევზი ოქროს თევზია ოქროს კი არა შებოლილი აჰა ეს აღა ეს საუკეთესო ბუდია საუკეთესო ბუდი როგორ არის ეხლა ეს ბიჭო შენ მოდია ხალხაში ყველაზე საუკეთესო ბუდი ეს არის ბუდი და თევზი გავიგე ხა მაგრამ მოგებული ფული სად არის ფული დავხარჯე ფულ დახარჯე რაში ბიჭო რაში და ლუდი ვიყიდე თევზი ვიყიდე და კომუნალურები გადავიხადე რა ბიჭო ავდეს დამავიწყდა გამომრჩა მიწისთხილი ვიყიდე მეთქი ლუდს მოუხდება თქო მაგრამ გზაში შემომეჭა რაღაც შესაქმე რაშია საქმე შენ დღეს ფული მოიგე თუ არა კი მე რამდენი მოიგე მე რამდენი მოვიგე რამდენი და 250 მე გეტყარა 250,000 რაში ვიყოფა მაგით რა უნდა გავაკეთოთ ეხლა კარგი რა მოიცა 250,000 საიდან მოიტანე ეს რიცხვი დღეს შენ 2 მილიონი ნახევარი არ მოგიგია 2 მილიონი ნახევარი არა მოიცა მილიონი არა 100,000 არა 100,000 ნახე 50,000 არა 10,000 არა 1000 არა თანხის კლებასთან ერთად მცირდებოდა მამუკას ოცნებაც მანქანაზე. 250 ლარი 250 ხო ლარი ლარი ბიჭო 250 ხო და უი დამავიწყდა და ის აი იმას უთო ეს უთო იქნება რომ დააღებს ძობას როგორცი სასაცილოა მითხარი რაც ფული მქონდა დღეს ძველი ფულები იყო რაღაც დაგუჭულები და დაურიგე ხალხს იფიქრებს უნდა მომცემს მეთქი ახალ ფულებს მეთქი რა ვქნა მიყვარს ეს ახალი ტკიცინა ფულები თელი დღე უფასოდ ვარიგებდით საშაურებაში იმ შაურმას ხვალ მოეთრები აიგე და ერთი ოც შაურმას იყიდი თქვენ გავკოტრდებით ამ ყველა დიდიებს მირა შვეშოთ კი რაღაც სისულელე იფიქრეთ ჩემი რა ბრალია ვაიმე ბიჭო ტუალეტიდან ის ფული მაინც გამოვიტანო ტუალეტის ხალხის ნაცვლად ჩამოგვიდეთ ბიჭო ტაქსი შოფერი რო გელოდება დაბლა რეჩა რა ტაქსი შოფერი გელოდება რა და მე უთხარი ჩემი ძმა მილიონერი გახდა და ეხლა ცოტა ხანი დაეცადე 100 ლარიას გადმოგივიდე არა რა სულ არ მოსულიყო სახში არ ჯობდა შენ ვირად გზნობდი მილიონერებად თავს ამჯერად რა ვარ მილიონერი რა ვარ ეს კიდე მაგის დაჯერებაც არ გინდა ბაბუკა არ გინდა ასე ვიცი საიდანაც გინდა ეხიდან მოიტანე 2 მილიონი ნახევარი ხვალ ბორაბორაზე ვაბნევდი წასვლას ხო ეკიდე ვიფიქრე რომ რაჭაში გავგაზავ მეთქი რა თქმა იაგაზმერე რა გინდოდა მამუკა რა გინდოდა რატო გამაგიში შენ ვიღაც ვიყავი ჩემთვის წყნარად დამაჯერე რომ ხარ მილიონერიო და დავრჩი პირში ჩალა გამოვლებული აგერა ფოტოსუნე მაიცა ესეთი პერიოდში ასო ეხა მე და შენ მილიონერები ალბათ ვერასოდეს ვერ გავხდები და ერთი 3 საათი მაინც ხო ვიყავით არა რაღაც მართალი ხარ ისე ბიჭო 250 ლარის მოგება ასე რომ გავუხარდა მართლა 2.5 მილიონი რომ მოეგო მაგ უბედურს ალბათ გული გაუსკდებოდი
ეს რა ჯანდაბაა ეს რა. ეგ ისე საბეჭდ მანქანას აღარ კადრულობს ვაჟბატონი და პირდაპირ დიქტოფონში იწერს თავის გენიალურ აზრებს. ეი, მაგის პატრონს. საინტერესო იქნება, ჰა? ისე არ მაკლია ახლა მაგის ბრძნული აზრების მოსმენა და ახლა ჩაწერეს მომსმენო, კარგია. კარგი ბიჭო, საინტერესო იქნება. მარტო რო არის, რა სელაპარაკება თავის თავს. ვიცინოთ, ჰა? ახლა ეგ რო წამოვიდნენ, ცოტა მეშინია, სიმართლე გითხრათ. მოდი რა. სასაცილო კი იქნება ესე კი. ხო, სანამ გამოაბაზარი და ჩაუჭდეთ. თან ასეთი საშინელი დღის მერე ახლა ცოტა გართობა დავიმსახურეთ მეგონი მე და შენ. 2 მილიონი ნახევარი დავკარგეთ ბიჭო. მიდი. თან ახლა სინდისიც არ შემოწუხებს, ხო ახლა სხვისი ჩანაწერების წაკითხვა არ შეიძლება. სხვისი ჩანაწერების მოსმენაზე მე არაფერი გამიგია. ბატონი ხარ. მიდი. ვიწყებთ მუშაობას 1 2 3 3 კაპიტანი. ახლა ეს სასაცილო არ არის, ხო? მოიცადე. იტყვის ეს თავის სიტყვას დაიცადე. გამარჯობა ბატონო ზურა, მე ეშლი ჯონსი ვარ ჟურნალ ტაიმსიდან. წლის საუკეთესო მწერალთან ჩავწერო ინტერვიუ. პირველ რიგში გილოცავ თქვენმა წიგნმა მთელი ინტელექტუალური სამყარო შოკში ჩააგდო. მოგვიყევით როგორია ზურათ არხან მოურავი ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ეშლი. ჩემს ყოველდღიურობას რაც შეეხება როგორც წესი ის რიგითი ადამიანის ყოველდღიურობას გავს. დილით გაიღვიძე საუზმე ბლა 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 ბლა. როცა რამეზე ვმუშაობ მაშინ უბრალოდ ახლა ეს სასაცილო კი არა, ამაზე გაღიმებას არ შეიძლება მეგონი რა. მოიცადე, მოусმინოთ რა საკეთებ მაინც რა. მოგვიყევით რა იყო თქვენი ბოლო ნამუშევრის შთაგონება. ეს ხათაშორის ძალიან სასაცილო ისტორიაა. ზურა, მოვედი. შემოდი ვმუშაობდი და ხელი ხარ შეგიშალე. ხო იცი რომ შენ ხელს არასოდეს არ მიშლი. მარტო ხარ ხო? ხო. არავინ არ მოვა? არა, ნუ გეშინია, მამუკა საშა ურმეშია და საღამომდე არ მოვა. დიახაც, მოდი ჩემთან. მოდი. დიდი მადლობა რა. მართლა მაგარი აფერისტი ყოფილხარ შენ. ეს რა არის, თამონია? მე ამის გულისთვის კი არ გამიკეთებია. რომ მიყვარხარ ჩვენ და გიორგი, მაგითო გავაკეთე. რო ვიცი რომ გიყვარ ვარ, იმიტომ გაძლევ რობერტი ფულს. ეს ფული თუ არ გინდა? არაფერი არ მინდა, უბრალოდ გიორგი ფულს რომ აძლევს ხოლმე. ხო. მაგაზე არაფერი არ თქვა და რაღაცნაირადაც აღარ გამომხედო ხოლმე. კაი, შევთანხმდეთ, კაი.